მეგობრებო, გამარჯობა. ეს არის პირველი ვიდეო, რომელიც იწერება Google Ads-ის კურსის ფარგლებში და განთავსდება YouTube-არ ხალი კანტოზე. ვიდეოს დადებისთანავე არხზე გამოჩნდება პლეილისტი Google Ads-ის და ამავე პლეილისტში ჩაიყრება ყველა ის შემდგომი ვიდეო, რომელსაც გადავიღებ და განვათავსებ YouTube არხზე. თვითონ ამ ვიდეოებს ექნებათ მოკლე ტაითლები, თემების მიხედვით, რასაც განვიხილავთ ამა თუ იმ ვიდეოში. ასე გაგიმარტივდებათ როგორც ნავიგაცია, ასევე მომავალში კონკრეტულ თემაზე მოbrunება. სამ სილაბუსზე გადავიდოდე, მინდა 1-2 სიტყვით მიმოვიხილო და რაღაც შესავალი გავაკეთო. პირველ რიგში იმას გავუსვა ხაზს, რომ ამ კურსს ალტერნატივა არ აქვს ქართულენოვან ბაზარზე, ვინაიდან არათუ უფასო, არამედ ფასიანი კურსებიც არ არის Google Ads-ის. ერთადერთი ციფრული მარკეტინგის კურსებში გაკვირთ გადარბენით ეხებიან ამ პლატფორმას და ფიქრობ, რომ ეს საკმარისი ინფორმაცია არ არის პლატფორმაზე რეკლამების გასაშვებად და სამუშაოდ. ზუსტად ეს იყო мотиваცია იმისა, რომ დამეწყო ეს სრულფასოვანი უფასო კურსი Google Ads-ის და ამიხსნა თქვენთვის თუ რა შესაძლებლობები და ფუნქციონალი აქვს ამ პლატფორმას. აქვე კიდე იმას დავამატებ, რომ დამაანონსებელი პოსტი განვათავსე, რასაც ძალიან კარგი ჩართულობა ჰქონდა და ეს აისახა YouTube არხზეც. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ სილაბუსზე. როგორც წინაზე ვისაუბრე, კურსი იქნება 0-დან, ანუ დამწყებებისთვის იქნება განკუთვნილი და ნელ-ნელა გართულდება. შევეხებით მის თითოეულ ფუნქციონალს, შესაძლებლობას და განვიხილავთ პრაქტიკაში ერთ სინთეტიკურ ბიზნესზე. დავიწყებთ ყველაზე მარტივით Gmail-ის შექმნით. ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატო ჩავსვი ეს სილაბუსში. თვითონ სარეკლამო ანგარი სჭირდება Gmail. ანუ ისევე ვერ შევქმნით, შესაბამისად ჩავთვალე საჭიროდ, რომ მაინც ჩამესვა Gmail-ის შექმნა, იქნება მოკლე ვიდეო 2 წუთიანი, სადაც უცებ გადავივლით ამ თემას. მერე არის უკვე MCC-ის შექმნა, ეს არის მენეჯერული ანგარიში, რომლის ქვედაც შეგვიძლია გავაერთიანოთ როგორც სარეკლამო ანგარიშები, ასევე კიდევ რამოდენიმე MCC-ები და მერე ამებში ისევ ჩავსვათ სარეკლამო ანგარიშები. მერე უკვე გადავალთ უშუალოდ Google Ads-ის ანგარიშის შექმნაზე და უკვე დავიწყებთ ნელ-ნელა ტექნიკურ თემების მიმოხილვასაც. პირველი, რასაც განვიხილავთ, ეს იქნება საძიებო სიტყვების კვლევა და ამისთვის საჭირო თულებს, რაც არის მაგალითად Google Ads Keyword Planner, Ahrefs-ი და ასევე სხვა ხერხებზე ვისაუბრებ, რასაც პრაქტიკაში მე ვიყენებ პირადად. ასევე მერე გადავალთ უკვე ამ საკვანძო სიტყვების კლასტერიზაციაზე, ანუ ჯგუფებად დაყოფაზე. მოხდება უარყოფითი საკვანძოების გამოფილტრა ცალკე. ასე გავფილტრავთ იდეაში traffic-ს, იმიტომ რომ ძირითადად ვამუშავებთ Google Ads-ზე search კამპანიებს და search კამპანიებში ერთადერთი მომხმარების გაფილტრვა შეგვიძლია საკვანძოების დახმარებით, ამიტომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მერე უკვე გადავალთ Google Ads ედიტორზე. ეს არის თული Google-ისგან თვითონ, რომელსაც საქართველოში იშვიათად იყენებენ და შესაბამისად მე პირადად არ შემხვედრია ამ თულის არათუ მიმოხილვა, არამედ კურსი და არც ფასიანი, არც უფასო. შესაბამისად განვიხილავთ ამ პროგრამას, რომელიც გვეხმარება და უფრო მარტივი არის რაღაც კამპანიების აწყობა, დიდ კამპანიებზე მუშაობა და შემდგომ Google-ში ატვირთვა. ვისაუბრებთ, როგორ მუშაობს ეს თული, რა დაგჭირდება კონკრეტულად Excel-ი როგორ უნდა მოვამზადოთ, რომ შევტვირთოთ ამ პროგრამაში. გავივლით ასევე თვითონ ედების ნაწილსაც, headliners, description-ებს, მიმოვიხილავთ ad strengths, რამდენად საჭიროა, ჭირდება თუ არა ყურადღების გამახვილება ამ მაჩვენებელზე. კონკურენტების კვლევაც იქნება, გაჩვენებთ როგორ შეიძლება მიმოიკვლიოთ თქვენი კონკურენტები, რას უშვებენ, როგორ უშვებენ, რა შეიძლება თქვენ გამოიყენოთ, ესეთ გრუპებსაც გავივლით. ამის შემდგომ უკვე უშუალოდ კამპანიის აწყობაზე გადავალთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, მოგცემთ რეკომენდაციებს, პრაქტიკულ რჩევებს. მერე უკვე ნაწილ-ნაწილ დავიწყებთ გეოგრაფიულ ტარგეტინგზე საუბარს, სტრატეგიებზე საუბარს, სხვადასხვა ფუნქციონალზე რაც აქვს Google Ads და საბოლოოდ გადავალთ უკვე Google Tag Manager-ზე. დავაკავშირებთ სარეკლამო ანგარიშს საიტთან, გავწერთ თეგებს, ტრიგერებს, ვისაუბრებ ყველა იმ ლოგიკაზე, თუ როგორ მუშაობს Google Tag Manager-ი, რაში გვჭირდება, რა მნიშვნელობას ატარებს და ლოგიკურად აგიხსნით უბრალოდ როგორ მუშაობს ეს თული. ამის მერე უკვე გადავალთ Google Ads remarketing-ზეც, აუდიტორიებზე ვისაუბრებ, როგორი აუდიტორები შეგვიძლია შევქმნათ, როგორ შეგვიძლია იგივე აუდიტორებს მივწვდეთ, რომლებიც ჩვენ საიტზე იყვნენ დაუშვათ და ასე შემდეგ. ამის მერე უკვე გადავალთ კამპანიის ანალიზზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა კამპანიას ვაწარმოებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ დავაოპტიმიზიროთ ეს კამპანია, როგორ დავიწყოთ ნელ-ნელა მასშტაბირება და ასე შემდეგ. გადავალთ უკვე ამის მერე Pmax-ზე. Pmax-ის მიმოხილვა გვექნება მოკლე, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ დიდი თემა არის და საჭიროებს უფრო სიღრმისეულ მიმოხილვას, თუ თქვენგან იქნება რა თქმა უნდა დაინტერესება. ამ Pmax-ის ჩაშლად შეგვიძლია. ამის მერე გადავალთ UTM პარამეტრებზე, ვისაუბრებ როგორ შეიძლება ისინი გამოვიყენოთ, რაში გვჭირდება და ასე შემდეგ. ამის მერე უკვე რა თქმა უნდა მხოლოდ Google Ads-ის ნაწილზე არ ვისაუბრებ ასევე საიტების, ლენდინგების ნაწილზეც, იმიტომ რომ რაოდენ კარგადაც არ უნდა უშვებდეთ რეკლამას, თუ ლენდინგი სუსტია, საიტზე კონტენტი სუსტი გვაქვს, უბრალოდ ვერ მივაღწევთ იმ მიზანს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად lead-ებს და
რაღაც კონკრეტულ კონვერსიებს. ამიტომ საიტების ნაწილსაც შევეხები, მოგცემთ ჩემ რეკომენდაციებს, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ და მივიხილავთ რამოდენიმე საიტს. ასე ვისაუბრებ Google Maps რეკლამაზე, რა შეგვიძლია გაუშვათ, როგორ შეგვიძლია ვაწარმოოთ ეს კამპანია და სრულად რომ შევაჯამო, ეს სილაბუსი დაკორექტირებადია თქვენი უკავშირის შესაბამისად შეიძლება რაღაც კონკრეტული თემები დავამატო, რაღაც კონკრეტული თემები გავაერთიანო და მოკლედ რაღაც ცოცხალი ორგანიზმივით გამოდის ეს სილაბუსი. სულ ეს არის, რაზეც მინდოდა საუბარი ამ ვიდეოში, ზოგადად მიმოვიხილე სილაბუსი და მინდოდა მოკლედ ასევე სტრუქტურაზე მისაუბრა, როგორ წარიმართება ეს კურსი. ვიდეოები, როგორც თქვი, განთავსდება YouTube არხზე. ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად გააკეთოთ ყოველივე ის, რაზეც ვიდეოებში საუბრობ და ასევე ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ Discord სერვერზე შემოსულიყავით, ეს იქნება რაღაც პატარა community-ვით, სადაც გაუზიარებთ ერთმანეთს რჩევებს, თუ სადმე ვიჭედებით, მაგაზე დავწერთ და ერთმანეთს დავეხმარებით და რაღაც ერთიანი პატარა community იქნებოდა, სადაც გვერდში დაუდგებოდით ერთმანეთს. სულ ეს არის, მოკლედ დაველოდეთ შემდგომ ვიდეოებს, გამოიწერეთ YouTube არხი, სხვა სოციალური ქსელები, იმიტომ რომ იქაც განთავსდება, რომ ვიდეოები გამოდის, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი ვიდეო და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.